გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფო. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო.
დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. იპოლიტ არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებია სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ჰო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
ბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო, ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია, რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი. მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მე ჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმელი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს რას ამბობ დღეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამოკრავი ფეხს და რელსი გეგონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ორთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისს შეასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვისწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა.
არ ინერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარედ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დრო გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარებ. რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მემანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლი ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება. რამ შვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოურბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ეძაჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მარჩა. კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებთ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. ნუ ნერვიულობ, ზერ მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდებს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე.
ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი და ვინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ! დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერ ბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცში გაივლის და თხეხე. როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმაწვიმა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. მაშა! პრაუცნეური სალფი გამოაქვეყნეს ზერმა, შეხედე. ო, ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. ართალი ხარ იქნებ ხაფაკში გაება. მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა. რომ დაიხჩოს? იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. ზერ, რა მოხდა? წვიმას ვუღებდი ფოტოებს, წყალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია რომ მოხვედით, გადამარჩინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ, თორი და ტრაკი კი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩქარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. პეტი ახსნის დრო არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ, სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ.
მე რა გავაკეთო? ანკი ამორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარეთ. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედა ტბორისკენ წყალსაგდები არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედა ტბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გაათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. სიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. ორა, უყუნდა რიწვიმოს. დო, მიდი. ანკი, შენი ჯერია. არა უშავს, შემდეგ ჯერზე გამოგივა. თქვენ შეჯიბრებაზე არ დამიშვით. მე კი? მე? ისე გავფრინდებოდი. აი ზუსტად მართალია. ჯერჯერობით დო ლიდერობს, ის ყველაზე შორს გადახდა. თანაც გრაციოზულად. შენი ჯერია ტრაკ. ტრაკ, საით? არ გადახდები? ტრაკი კარგად რომ გადახდეს, სათანადოდ უნდა მოემზადოს. გთავაზობ ცოტა შორს დავდგეთ. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. ახლა რაღაც მოხდება. ეს რეკორდია. ტრაკ, რა ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის. მხოლოდ ერთხელ მეტკინა დიდი ხნის წინ. ბავშვობაში. შესანიშნავი ნახტომი იყო ტრაკ. გაფრენისას პტეროდაქტილს გავდი. შესანიშნავი შეჯიბრება გამოვიდა. ძალიან ცუდად არის საქმე. ძალიან ცუდად. გაიხსენე, სად შეიძლებოდა დაგეკარგა მედალიონი. არ ვიცი. დილით ადგილზე იყო. საქმე სერიოზულადაა. მეგობრების დახმარების გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ზერ, პეტიას და კატიას დაუძახე. ჩვენ კი ძებნას განვაგრძობთ. თორ, ანკი, ნუ გძინავთ. დო, მინდვრის სიმბოლოში მოძებნე. ტრაკ, ზევიდან კარგად უნდა ხედავდე ყველაფერს. ეძებენ უდგახარ. პეტია, კატია, ეს საშინელებაა.
საგანგებო შემთხვევაა. ტრაკმა თავისი მედალიონი დაკარგა. ძალიან ცუდადაა საქმე. მერე რა მოხდა დიდი ამბავი? მე გამუდმებით ვკარგავთ მის სამაგრებს, ბაფთებსა და გულსაბნევებს. ჰო, ახალი მედალიონი გავუკეთოთ. ესე მარტივად არ არის საქმე. ჩქარა გამომყევით. ჩვენი მედალიონები არის გასაღები, რომლებიც ბაზას ხსნის. ის ვისაც მედალიონი არ აქვს, ბაზაში ვერ მოხვდება. ტრაკმა კი თავისი მედალიონი დაკარგა. საშინელებაა. რას ნიშნავს ბაზაში ვერ მოხვდება? არ მესმის. ტრაკ, გაჩვენე. ხო, მაგრამ ღამე აქ მარტო ვერ დავტოვებთ. ჩვენ ხომ მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. თანაც შეიძლება ადამიანებმა დაინახონ. ეს საშინელებაა. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. გეგმა მაქვს. თქვენ წადით, ჩვენ კი ტრაქს შევნიხავთ. დილით რამეს მოვიფიქრებთ. ტკივნეული არ იქნება? კვები დაგჭირდება, გამხმარი ტოტები, ფიჩხი და ყველაფერი, რასაც ტყეში იპოვით. ტურბოზავრებო, წინ! მზად არის ტრაკ? აი მხესთან დაჯექი. შენი ხბუას ვიწყებთ. გირჩის დავადოთ ზემოდან. ახლა კი სახლებში წავიდეთ. ყველა მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ. ტრაკ? შვიდა დიჯექი. ესეც დილა. რამე მოიფიქრე? მე არა, შენ? არც მე. რა გავაკეთოთ? ბებია სწორად ამბობს. დილით საქმის მოგვარება უფრო ადვილია. კი, მაგრამ სად იპოვეთ? ჩვენ ხომ ყველგან ვეძებეთ. თურმე? იპოლიტმა იპოვა და თავისი ზურგჩანთით წაიღო სახლში. საოცარია, ტრაკი სად არის? ტრაკ! რა ხდება? აიღე და აღარ დაკარგო. დიდი მადლობა, მეგობრებო. თქვენი დახმარების გარეშე ასე კარგად ვერ გამოვიძინებდი. ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა ბიჭა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტა შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის, დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს. მართალია,
შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრები წინ. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ. ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასწევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია. ვაშა! ავწიეთ! ვაშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება, ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჩი შევაჩეროთ, წინ! ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვაა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი.
თუმცა, გარკვეულ წილად ასეა. ზერ, ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო. ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! აი კიდევ ბოთლი. მოდი პირველი ვინ მიირბენს. ეს ბოთლი ჩემია. თვითონ თქვი იმისია, ვინც პირველი აიღებსო. ახლა ბოთლი ჩვენია. ჩვენ უფრო მეტ პლასტიკს შევაგროვებთ და აი ამას მოვიგებთ. პრიზი დიდი თავგადასავალია.
სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზე გასულებს პრიზი არ შეხვდებათ ნახვამდის. შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? რა თქმა უნდა დაგეხმარებით, საინტერესო ჟღერს. გზებიც უფრო ლამაზი გახდება. ჭუჭყიანი ქუჩები არ მიყვარს. ეს ძალიან მარტივია. მე კი მიყვარს, როცა მარტივადაა ყველაფერი. შეიძლება ჩვენც ვითამაშოთ, როცა გაიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ყველანი ვითამაშებთ. მე ზევიდან დავათვალიერებ. სად არის პლასტიკი? აქ მოიტანეთ, მე ფერების მიხედვით დავაწყობ. ტურბოზავრებო წინ! პლასტიკი ნაპოვნია. მედითორ. გაგვიმართლა. აქ უამრავი პლასტმასის ბოთლია. რა მაგარია. აქ უამრავი პლასტმასის ნივთია. ანკი ისვრის და მიზანში ხვდება. რა ლამაზია, როცა ქუჩები სუფთაა. შეხედეთ. სამწუხაროა, რომ ბანანის ქერქს არ ვაგროვებთ. ეს საკმარისი იქნება, რომ მოვიგოთ. აქ რა მოხდა? ყველაფერი დანგრეულია. არა და რა კარგი მოედანი იყო. რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აბა, შეძლებთ ამის გაკეთებას. ო, მაგრამ მთელი პლასტიკი დაგვეხარჯება, რომელიც შევაგროვეთ. და სათამაშო მოწყობილობას ვერ მოვიგებთ. მაგრამ იმას მხოლოდ ერთი ადამიანი ითამაშებს. საბავშვო მოედანზე კი ყველა შეძლებს თამაშს. მაშინ მოდით, სწრაფად დავაშენოთ. ეს ყველაფერი ბაზაზე წაიღე. იქ გადავამუშავებთ. მაგარია. გადამუშავებული მოედანი გადამუშავებული მოედნისგან. ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე. მალე აქ ბავშვები მოვლენ. შესანიშნავია ტურბოზავრებო, ჩვენი წასვლის დროა. ითამაშეთ ბავშვებო. ასე რა გიხარიათ? წაგებას აღნიშნავ თუ იღბლოებო? თავარი პრიზი ჩვენ მოვიგეთ. თქვენ პლასტიკი შეაგროვეთ, რომ სათამაშო თქვენთვის მოგეგოთ. ჩვენ კი პლასტიკი ამისთვის შევაგროვეთ. და ყველას შეუძლია აქ თამაში. ახლა ვინ არის გამარჯვებული? გამომართვი, შენი თამაშე. მე კი გორაკზე გავიქცევი. მეც დამელოდეთ. დაგვეციე! გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა!
ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკივდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია, ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო. ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია. ძალიან კარგია. ახლა უარესია. მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო, ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომკევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო, ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ. არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო.
ალო ავტოფარეხია ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ ვარდისფერი რა თქვი რა გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ